მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს რომელიც არის სატელევიზიო ეთერი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა და ეს არის ერთგვარი სატელევიზიო ფანჯარა საინფორმაციო სარკმელი თუ შეიძლება ასე ითქვას იმ დიდი საგვარეულო მოძრაობისა რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაც გარდაცვლილი ილია მეორის კურთხევით არის შექმნილი და ემსახურება იმ საგვარეულო საქმეს, საგვარეულო ისტორიების კვლევას, საგვარეულო ურთიერთობას დღევანდელ სიტუაციაში და მრავალ ისეთ საკითხს, რომელიც გვარის წარსულთან, მის თანამედროვეობასთან და მის მომავალთან არის დაკავშირებული. და წუთის სოფელი ეს ტრადიციული გადაცემა, რომლის ავტორიც გახლავთ ბატონი ირაკლი ბრეგვაძე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონი ირაკლი არის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა. შესაბამისად, იგი ავტორიც გახლავს ამ ტელევიზიისა და მე მაქვს პატივი ვიყო წამყვანი ამ სატელევიზიო გადაცემისა. და დღეს აი ამ კარგ გადაცემაში ასეთივე კარგი გვარია მოწვეული თავაკვაძეების კეთილმორწმუნე გვარი და მისი წინამძღოლი ბატონი ამირან თავაკვაძე, რომელსაც საზოგადოება იცნობს და მინდა რომ კიდევ უფრო კარგად იცნობდეს, რამე თუ მის სახელთან, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან და რაც მთავარია მის საგვარეულო გულმხურვალებასთან ბევრი კეთილი საქმე არის დაკავშირებული და მინდა თავაკვაძეების გვარის შესახებ საუბარი დაიწყოს ბატონო ამირანმა და შემდეგ კითხვების მეშვეობით ამოვწურავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც აი ამ ღირსეულ, ამ კარგ და ამ დიდი ისტორიის მქონე თავაკვაძეების გვართან არის დაკავშირებული. მოგისმენთ ბატონო ამირან. მოგესალმებით, იცოცხლეთ. მადლობას მოგახსენებთ ბოზოვისათვის და მოგლეთ აჩილებლად ჩემი გვარის შესახებ. პირველი წერილობითაც აქვს ჩამოყალიბებული ეს მასალა. თავიდან მინდა აღნიშნო, რომ როგორც ბევრი გვარი, ისე ჩვენი გვარიც ისტორია, დეტალური ისტორია ამ გვარის წარმოშობის შესახებ მეცნიერულად დასაკუთრებული არ არსებობს. მაგრამ ჩვენი მუზეუმი მასალების საფუძველზე, რომელიც შედეგადაც გამოიცა სპეციალური წიგნი გენეალოგიური კვლევის ცენტრის დახმარებით, არიან ქართლის დახმარებით. დიახ, ეს სერიოზული კრებულია მართლაც გადაცემის დაწყებამდე გადავავდე თვალი და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან საინტერესოდ გამოცემული წიგნი, რომელშიც არის ყველა ეს გადმოცემა და ყველა ეს ისტორიული ფაქტი, რომელიც ამ დრომდე და ამ ეტაპამდე მოკლებულია თავაკვაძეების გვართან დაკავშირებით. და სწორედ აი ამ წიგნში არის მოთხრობილი იმ შესახებ, თუ როდიდან მოდის ჩვენი გვარი. არსებობს ორი მოსაზრება. ერთი ის, რომ ჩვენი გვარი წარმოშობით არიან მესხეთიდან და ოსმალების მიერ, ოსმალების შემოჭრის შემდეგ მე-16 საუკუნეში ჩვენი გვარის შვილები გამოიქცნენ ამ ოსმალეთის ბატონობას და წამოვიდნენ გურიისკენ. კერძოდ კი ჩამოსახლდნენ ისინი ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში და სოფელ ასკანაში. ძირითადად კი ისინი განთავსდნენ ცნობილი ასკანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდება ციხისუბანი. ეს ციხე ისტორიკოსების გარკვეული ნაწილით მითითებით აშენებული არის მე-4 საუკუნეში, აგერ უკვე მე-16 საუკუნეს მოითვლის ეს უძველესი კულტურული ძეგლია, მაგრამ მეცნიერების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც კი ამტკიცებს, რომ უფრო უძველესია ისა და შეიძლება ეს ციხე აშენებული იყოს პირველ საუკუნეში, ანუ უკვე 20 საუკუნის ძეგლთან გვაქვს და აი თავისებურება ჩვენი გვარის ამ ციხესთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამ ციხის უბანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსახლებული იყვნენ, უბრალოდ სახლობდნენ ეს თავაკვაძეები და მეც და ზოგიერთ ჩვენს წარმომადგენელს ისტორიკოს მიაჩნია, რომ ჩვენი გვარი არა მესხეთიდან არიან გამოსახლებულები, არამედ აი ამ ძირძველ ტერიტორიაზე არიან. ადგილზე იყვნენ და იქ ცხოვრობდნენ უკვე რამდენიმე საუკუნეების მანძილზე. თანაც ჩვენი გვარი თვისობრივად შედგება ორი ნაწილისაგან, ორი მდგენელისაგან, თავ და ქვა. ჩვენ თავაკვაძეები გავხდით ქმნილი აი ასო რუსულ ალფავიტში არ არსებობს. ამიტომ რუსებმა როცა საქართველოს დაიპყრეს მე-19 საუკუნის დასაწყისში, შეცვალეს კუთი. და თავაკვაძე და თალაკვაძე როგორც ჩვენ სინამდვილეში ვართ.
და ჩვენი გვარი შედგება თალა და ქვასგან. ანუ ქართულად ეხლა სვანურადაც ნიშნავს სოლს. და ანუ ქვა და სოლი, სოლი და ქვისგან შედგება ჩვენი გვარი და თითოეული გვარი შედგება იმას, რომ ჩვენ ვართ ქვის ხელოსნები, ანუ ქვის ხუროები და არსებობს ასეთი მოსაზრება და არც უსაფუძვლო, რომ ჩვენ სწორედ ჩვენ და ჩვენი გვარის წინაპარმა ააშენა ის ასკანის ციხე, რომ ზუბანში სტესტალკვაძეები ცხოვრობდნენ და უვლიდნენ მას და პატრონობდნენ ამდენი საუკუნეების მანძილზე. მაგრამ ამის დამტკიცება ისტორიულად და ფაქტობრივად ცოტა შეუძლებელია და იმისათვის რომ ჩვენ ეს დაგვემტკიცებინა თუ შეიძლება ასე ითქვას, მე უკვე რამდენიმე წელია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არ დამიტოვებია არც ერთი კულტურის მინისტრი და არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააგენტოს ხელმძღვანელი, რომ ამ წერილობით არ მიმართა, ამ და სიტყვიერად არ მეტყობა, რომ იქნებ რომელიმე მოხდარიყო ამ ასკანის უძველესი კულტურული ძეგლის კონსერვაცია მაინც და შემდეგ არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარებულიყო, რათა დადგენილი იყო პირველ რიგში ის, რომ საიდან რომ რამდენი წლისაა თვითონ ეს უშუალოდ ასკანის ციხე და გარდა ამისა მისთან არის დაკავშირებული მართალია თუ არა ის მოსაზრება, რასაც მე ვამბობ, რომ სწორედ ჩვენ თალაკვაძეები ცხოვრობდით იმ უბანში და სწორედ ჩვენ ამაშენეთ ჩვენმა წინაპარმა უბრალოდ დააშენა ეს ციხე და ვეღრობდა მის მოვალ პატრონობაში მონაწილეობას. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის მეუბნებოდი უარს იმის თავზე, რომ არ იყო საშუალებები ფინანსები და მე მინდა უდიდესი მადლიერებით აღნიშნო ის, რომ ადამიანები როდესაც ცდილობ ძალიან ყოველთვის გამოგივა რაღაცა და ჩვენც ასე დაგვემართა ბატონი არჩილ თალაკვაძის დახმარებით კულტურის მინისტრი, ყოფილი კულტურის მინისტრი გაბატონ თეატრული კერდი იყო ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მან გამოგზავნა კიდევ ძალიან სპეციალისტები და ადგილზე ნახეს ყველაფერი და აი შარშან უკვე მიღწეული იქნა ის, რომ გამოცხადდა ტენდერი აღნიშნული ძეგლის კონსერვაციისა და შემდეგ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების თავაზე, მაგრამ რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო სამწუხაროდ ეს ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ იმედია რომ და ეხლანდელი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელები გვიდებიან, რომ სულ ამ დღეებში ახლა გამოცხადდება თავიდან ტენდერი, სადაც გამომინდა გამარჯვებული და იმედია რომ დაიწყება სამუშაოები ამ მიმართულებით და ალბათ უკვე რაღაცა ხელშესაყრელი შედეგები შეგვიძლია. ძალიან საინტერესო ლოგიკაა ის, რომ ციხის უბანში ცხოვრობენ კომპაქტურად თალაკვაძეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შემთხვევითი გვარი არ არის და შემთხვევითი კავშირი არ არის ტოპონიმიკასთან, ანუ ციხესთან. ამ შემთხვევაში სწორედაც ის ისტორიული და ის გენეტიკური კავშირი შეიძლება ითქვას იყო ამ ციხესთან მიმართებაში და ეს ხალხი არ ცილდებოდა თავის მიერ აგებულ ციხეს თუ თავის მიერ გამაგრებულ ციხეს და გარკვეულწილად ბეციხურენი იყვნენ და შესაბამისად აი ამ ციხის უბანში ცხოვრება მეტყვედებს ძალიან კარგად და აბსოლუტურად გეთანხმებით იმ ლოგიკაში, რომ არქეოლოგიური გათხრები და კვლევა არქეოლოგიური ამას საფუძვლიან დასკვნას დადებს. ეს მხოლოდ ლოგიკის დონეზეა ვერსია, რასაც ჩვენ ახლა ვაჟღერებთ, მაგრამ ის არქეოლოგიურადაც დამტკიცდება, ვფიქრობ და ეს ძალიან სასიამოვნო და ძალიან სასურველი ფაქტია, რომ ქართველები სულ ვიბრძვით, სულ ჩვენი ქვეყნის გადარჩენასა და თავდაცვაზე ვზრუნავთ და ამ დროს არის ის გვარი, რომელიც ციხის უბნელები არიან, რომლებიც ციხის გარშემო ცხოვრობენ, რომლებიც ციხის გარკვეულ მცველობას და გარკვეულ საამშენებლო საქმის ვაწლს ეწევიან და ეს არის ყველაზე უფრო ქართული და ყველაზე უფრო ნიშანდობლივი გამოხატულება იმ საგვარეულო საქმისა, რომელიც შეიძლება თალაკვაძეებთან იყოს დაკავშირებული ამ შემთხვევაში. დიაბეტანაც ნიშანდობლივი რა არის, იცით, აი ამ ციხის უბანში თავიდანვე ცხოვრობდნენ მხოლოდ ქვის მთლელი თალაკვაძეები. მხოლოდ ესეთი გვარი. მერე მოემატა მას იანაშვილები, გუჯაჯიები და სხვა გვარები, ისიც კი არა ბერძნებით ჩამოასახლეს რამოდენიმე ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ თავიდან თალაკვაძეები იყავით და აი წარმოიდგინეთ ახლა რატომ ქვის მთლელები ცხოვრობდნენ მარტო ამ უბანში თუ ამ ციხესთან დაკავშირებულები არ იყვნენ.
თვითონ ტოპონიმიკაც ამაზე მეტყველებს, რომ სოლით იხერხება ქვები, სამშენებლოდ მზადდება ქვები და სწორედაც აი სოლისა და ქვის ესეთი დაშერწყვა ამის თალა ქვაზე ეს სწორედ ის სემანტიკაა სიტყვისა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმ საქმიანობასა და იმ წარსულს, საიდანაც გვარი მოდის. ახლა რაც შეეხება თუ როდის იქნა მოძიებული თალაკვაძე დოკუმენტალურად პირველი თალაკვაძე საინტერესოა მოვიხსენებია. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში პრაქტიკულად განადგურებული იქნა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც კი დაუშვათ გურიაში არსებობდა. იგივე გურიის მაზრაში, ეკლესიებში, რომლებიც საეკლესიო ჩანაწერები. საეკლესიო ჩანაწერები განადგურებული და უფრო მეტიც კიდე 1915 წელს ქუთაისის გუბერნიიდან გაზიდული იქნა ეს დოკუმენტაცია რუსეთში. და სამწუხაროდ შემდეგ რევოლუციის დროს პეტერბურგში ეს დოკუმენტაცია მთლიანად იქნა განადგურებული და არაფერი არ შემოგჭა ისეთი, რომელიც დაუშვათ გვეწყოდა, რომ აი პირველი თალაკვაძე როდის იყო ნახსენები თქვათ წერილობის წყაროებშია. მაგრამ ნუ რასაც მივაგვლიეთ ახლა დახმარებით არქივებში ეს არის ის რომ დიმიტრი პახრაძე ცნობილი ისტორიკოსი 1874 წელს მოგზაურობდა გურია აჭარაში. და მან ძალიან ბევრი დოკუმენტები რაც იყო მოპოვებული, რაც შეიძლება მოპოვება დაუშვათ ეკლესიებში, საეპარქიებში, აი მაგალითად სამივე ეპარქია იყო მაშინ გურიაში, ეს არის იროს, შემოქმედისა და ჯუმათის ეკლესიები. აი ეს ყველა ამ ეკლესიებში ყველგან მოიზია საკუთები და აღმოაჩინა ერთადერთი დოკუმენტი, უბრალოდ უძველესი დოკუმენტი, ეს არის მე-18 საუკუნის შუა პერიოდში მამია გურიელი მეოთხე გურიელის დოკუმენტებში აღმოაჩინა გავრიელ თალაკვაძე, პირველი თალაკვაძე, რომელიც არის ნახსენები და ეს გავრიელ თალაკვაძე მითითებულია იქ, რომ იყო ხელოსანი. ანუ ხის ხელოსანი, რასაც ვამბობ, რომ ჩვენ ქვის მძლელი ხელოსნები ვარ, მითითებულია, რომ იყო ხელოსანი და ამ დროს ესე იგი რა დროს არის ნახსენები ეს გავრიელ თალაკვაძე მამია გურიელმა ერთი ოჯახი გადასცა საჩუქრად ასკანის ციხის მოურავს ასათიანს და ამ ასათიანის გადაცემ ამ დოკუმენტში მოხსენიებულია 5 გვარი, რომელიც ამოწმებდნენ ამ გადაცემას, ამ დოკუმენტის სისწორეს და მათ შორის ნახსენები არის ერთ-ერთი გვარი, როგორც ვთქვით. ძალიან საინტერესო კონტექსტი. თანაც რატო იცით, ესე იგი სანდო პიროვნება ყოფილა ეს. საიმედო პიროვნება რომ ამოწმა ეს დოკუმენტი. და აი ეს გავრიელ თალაკვაძე არის ესე იგი პირველი თუ შეიძლება ციტოს თალაკვაძე, რომელიც ნახსენები და მოყვანილია ჩვენს დოკუმენტებში და შემდეგ ესე იგი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელოსანი იმ დროისათვის ესე იგი სახელმწიფო მოხელედ ითვლებოდა. და მე-19 საუკუნის ანალოგ თუ შევადარებთ, დაახლოებით ის იყო მამასახლისის დონის პიროვნება, როგორც მამასახლისები იყვნენ დაუშვათ და ამ ხელოსნებს ირჩევდნენ მამასახლისებად იმ პერიოდში. ახლა ბევრი ფაქტები და მოყვანილია. ჩვენთვის საინტერესოა გვარის კურთხევის საკითხი, აი როგორ მიყვედით გვარის კურთხევის საკითხი და როდის მოხდა გვარის კურთხევა. ამის თაობაზე შემდეგ ცოტა თუ შეიძლება და მანამდე მოვახსენებთ არადგან მოუყვებით ცოტა ძველი დროიდან მოვახსენებთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც უშუალოდ ღირსეულად წარმოაჩენდა ჩვენ გვარს და ღირსეული ადამიანები იყვნენ და გარკვეული ყალიბათონი თუ შეიძლება ეს ჩვენ ქვეყნის საქმიანობაში და პირველი ვინც შემიძლია და ვინც მინდა რომ ახსენო ეს იყო დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. დიახ, ეს ცნობილი ისტორიული პიროვნებაა ნიკიტა თალაკვაძე, რომელიც ავტოკეფალიის საქმეში, ავტოკეფალისტების ჯგუფში მოიხსენიებოდა და შემდეგ ავტოკეფალიის ბილეთის საკითხებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული და მის შესახებ თუ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად, საინტერესო იქნება, რომ ამ პიროვნებას გარდა იმისა, რომ თვითონ იყო ესეთი ყვაწლოსილი და ანგარიშგასაწევი პიროვნება, ძალიან მნიშვნელოვან საეტაპო მნიშვნელობის მქონე საკითხებთან მოუწია ყოფნა, იგივე ავტოკეფალიის ბილეთის საკითხი. დიახ და რამინდა ამასთან დაკავშირებით მაშინ რადგან ესეც ინტერესი არის თქვა, რომ ნიკიტა თალაკვაძე მე-19 საუკუნის დასაწყისში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეში და
ის განსაკუთრებულად მოწადინებული იყო, რომ სრულიად კათოლიკოს პატრიარქი კირილე მეორე დაბრუნებული იყო ჩამოსული საქართველოში და საქართველოში ესე იგი არჩეული ყოფილიყო ის მიიღო მონაწილეობა კათოლიკოს პატრიარქად არჩევის საქმეში. ამ დროისათვის ესე იგი ნიკიტა თალაკვაძე იყო ჯერ დიდუბის ეკლესიის წინამძღოლი, ესე იგი 1903-დან 12 წლამდე და შემდეგ უკვე 12-დან 17 წლამდე იყო ანჩის ხატის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ორივე წამყვანი ეკლესია იყო დედაქალაქისა. დედაქალაქისათვის წამყვანი ეკლესიები და სწორედ ამ პერიოდში კირილ მეორე მოღვაწეობდა რუსეთში იყო გადასახლებული ხერსონში. უკრაინაში მოღვაწეობდა და სპეციალური დელეგაცია იქნა გაგზავნილი, მათ შორის ნიკიტას განსაკუთრებული მოთხოვნით, რომ ის დაბრუნებული იყო როგორც მოღვაწე საქართველოში და მართლაც 1917 წელს დაბრუნდა ის საქართველოში და მან მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და სწორედ ნიკიტა იყო პირველი კაცი, რომელმაც გამოაცხადა კირილ მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საოცარი ის იყო ქრისტიანული კომისიის იმარჩევების პროცესში და გამოაცხადა კირილ მეორე, ესე იგი კათოლიკოს პატრიარქად. მაგრამ სამწუხაროდ კირილმა ერთი წელიც კი 9 თვის შემდეგ გუგული იქნა მარტყოფის მონასტერში და ამ დროს ესე იგი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ თითქოს კირილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიგლა. პატრიარქმა თავი მოიგლა და ამ საქმეს ესე იგი თვითონ ძალიან გამოეკომაგა ნიკიტა თალაკვაძე და დასცინოდა კიდეც შინაგან საქმეთა ორგანოებს და გამოძიებას ემაში, რომ ესე იგი ამტკიცებდნენ იმას, ის ამტკიცებას არ შეიძლება. როგორ შეიძლება კაცმა თავი მოიგლაო და შეყენებული იარაღი კი არა, დაკეტილი იარაღი ეკდო იატაკზე. კი ბატონო. ასეთი რაღაცა საოცარი. თვითონ ეს ფაქტი, რომ ნიკიტა თალაკვაძე იყო დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, ეს უნდა წარმოვიდგინოთ ასეთნაირად, რომ წართმეული აქვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა, საპატრიარქო მოღვაწეობის ფორმა შეჩერებულია, ეგზარქოსები საშუალებია მართავენ საქართველოს ეკლესიას და აი ეხლა დგება ფეხზე საქართველოს ეკლესია, ეხლა იწყებს აი ამ პროცესებს და აი ამ პროცესებში ყველაზე უფრო სანდო, ყველაზე უფრო საიმედო და ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო მნიშვნელობის მქონე დამთვლელი კომისია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბედი პატრიარქისა, არის ხელმძღვანელი ნიკიტა თალაკვაძე და თავისთავად მეტყველებს მის პიროვნულ ავტორიტეტზე, რა ნდობა ჰქონდა მას გამოცხადებული იმ ეტაპზე და რა ისტორიული მნიშვნელობის მქონე როლი შეასრულა აი იმ ძალიან დიდ საქმეში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტატუსის აღდგენასთან იყო დაკავშირებული და თვითონ ესეც რომ ნიკიტა თალაკვაძის პირით გამოცხადდა კირილ მეორის და კირილ მეორეს ჩვეულებრივი და რიგითი პატრიარქი როგორც ასეთი არ ყოფილა, ის წმინდანად არის შერაცხული და როგორც იტყვიან მოწამეობრივად აღესრულა უფლისა და თავისი დედა ეკლესიისთვის და სწორედაც აი ასეთ პატრიარქს უდგა და აი ესეთ პატრიარქს ის პოზიციებს იცავდა და მან გამოაცხადა და მისი სიტყვით გააჩერდა მისი პატრიარქობის დასაწყისი ღვაწლი, მისი საპატრიარქო ღვაწლი და აი ამიტომაც ნიკიტა თალაკვაძის ისა ღვაწლი ერთი დეკანოზისა და ერთი ტაძრის წინამძღვრის ფუნქციასა და მნიშვნელობას ცილდება და საყოველთაო საერო მნიშვნელობის მქონეა. ნამდვილად და ისიც მინდა აღნიშნო, რომ კირილეს გარდაცვალების და მკვლელობის შემდეგ პრაქტიკულად მისი მომხრეები და მათ შორის ნიკიტა თალაკვაძე ეკლესიიდან გააძევეს. დევნა დაიწყო შეიწრება. ეს ცნობილი ფაქტია, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მეშეღური მთავრობის ნოერანიშვილი. და ამ ნოერანიშვილმა დაიბარა ნიკიტა თალაკვაძე და გაართვილა, რომ ძალიან მკაცრად გამოვიდა და ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა ნიკიტას კირილის დაკრძალვის დღეს და გაართვილა, რომ დაენებებია თავი ასეთი მოღვაწეობისათვის და აიძულა პრაქტიკულად, რომ ის ასულიყო ეკლესიიდან. ესე იგი გამოაძევეს ნიკიტა იყო საეკლესიო საჩისკასის ეკლესიის წინამძღოლი იყო, მაგრამ მომდევნო დროს იყო საქართველოს წერა-კითხვის გამომცემლობის საზოგადოების ნამდვილი წევრი და გადამამისა იყო საეკლესიო საპატრიარქოს სინოდის წევრი პრაქტიკულად. როგორც აღნიშნავენ და აი სწორედ იქიდანაც გამოაძევეს და პრაქტიკულად დაანება მე მოღვაწეობას თავიანთ საეკლესიო მოღვაწეობას და მალე გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.
და სასურველი რომ დაუბრუნდეთ ნიკიტა თალაკვაძის ზონას და მისი დღეები, ხსენების დღეები გვარმა აღნიშნოს მისი საფლავი ბოილუძოს მონაშვილი აღესრულოს და რაღაცნაირად გაცოცხლდეს ხსოვნის ტრადიცია აი ამ ღირსეული პიროვნების მიმართ. სხვადასხვა ახლა მეც ვარ წამოღებული დოკუმენტები ჩვენ გაზეთში გამოვაქვეყნეთ ნიკიტა რამდენიმე წლის წინ ნიკიტა თალაკვაძის მოღვაწეობის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები და გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც რომ ნიკიტას პრაქტიკულად შვილები იყავდა, მაგრამ იმას სამომავლობა აღარ დარჩა და ნიკიტას მოჭინაყოლები თუ შეიძლება ასე ითქვას ჩვენ ავართ მისი მართალია გვარი და გვარი შვილები ბრძანდებით ეხლა სწორედაც მისი ჭირისუფლები. ერთი მინდა ვარემ აღნიშნო რომ ნიკიტას ხსენების დღე ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს ასეთი, მაგრამ ეს გვაქვს 14 მაისს დამწყობილი. რატო 14 მაისი? იმიტომ ნიკიტა იყო პირველი სასულიერო პირი, რომელმაც თამარ მეფის ხსენების დღე შემოიღო. ის იყო დიდუბის ეკლესიაში წინამძღოლი და ეს მაშინ შემოიღო 14 მაისი თამარის ხსენების დღე და თამარი არის ჩვენი გვარის ფარვლის წმინდანი. საინტერესო. დავამთხვით ერთმანეთს თუ შეიძლება ასე ითქვას და 14 მაისს თამარობას აღნიშნოთ და ნიკიტა თალაკვაძის ხსენების დღეს სამწუხაროდ ის ვერის სასაფლაოზეა დასაფლავებული და მართალი მზადებით რომ მიხედვა უნდა მის საფლავსაც და მიხედვა უნდა მის საფლავსების ხსენებასაც და ეხლა თუ ნებას მომწევთ სხვა თალაკვაძეების შესახებაც სიამოვნებით გამოვარჩევ რამდენიმე მატერიალს და გეტყვით ჩვენი გვარის ღირსეული შვილების შესახებ რომელმაც გარკვეული კვალი კიდევ წარმოახსენებდა დოქტორის ისტორიაში და ერთი უკიდურესად საპირისპირო პიროვნება მინდა ქალბატონი ალვასი თალაკვაძე გაგაცნოთ. ეს იყო გამოჩენილი რევოლუციონერი და პარტიული მუშაკი გურიასა და აჭარაში. ქალბატონი ალვასი ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირდა თუ შეიძლება ასე ითქვას ბოლშევიკურ პარტიას და მისი ძმა, უფროსი ძმა მათ ჰყავდა 12 დედმამიშვილი და რა საინტერესოა ამ 12-დან უფროსი იყო დავუშვათ გიორგი და 11 ძმა და ბოლო იყო ნაბოლარა ეს ალვასი ერთი გოგო ჰყავდა 11 ძმას და როდესაც წავიდა ეს გიორგი და ჩაერთო ბოლშევიკურ საქმიანობაში წაიყვანა თან თავისი და ბაქოში ეს თავისი უმცროსი და წაიყვანა ბაქოში და იმ დროს ეს არის 1907 წლები, როდესაც სტალინი კობა იყო ბაქოში და იქეცეოდა როგორი ცენტრი იყო ბაქოში პოლიტიკური დუღილის ბოლშევიკური საქმიანობის და სწორედ გიორგი იცნობდა კობას და თავისი და ეს ალვასი გააცნო ესე იგი სტალინს და სტალინის დავალებებს ამ 2 წლის განმავლობაში ეს ქალბატონი ალვასი ასრულებდა იქ ბაქოში და შემდეგ გარკვეული დავალებით სტალინის იმპერიაში 2008 წელს დააპატიმრეს და იმპერიაში დაიშალა გარკვეული ესე იგი ცენტრი ეს ცენტრი და ის დაბრუნდა ესე გურიაში და ის ამ წლების მანძილზე ეწეოდა ამ რევოლუციურ თუ შეიძლება ასე ითქვას საქმიანობას და შემდეგ ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ ბოლშევიკების რევოლუციის შემდეგ ეს პრაქტიკულად ჩაერთო გურიის მაზრაში საქმიანობას და შემდეგ გადაყვანილი იქნა აჭარაში და იქ პრაქტიკულად მის სახელთან არის დაკავშირებული აჭარის ქალების კულტურულ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და მათთვის ჩადრის ჩამოსვლის ამბავი. ეს იყო პირველი ქალი, რომელმაც ამაზე აქტიურად დაიწყო საქმიანობა და ის იმ პერიოდში აჭარის უზენაეს საბჭოში ხელმძღვანელობდა ქალთა გამოფილებას. ალდა კომიტეტი შეიძლება საინტერესო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ეს ქალების გასაკუთრებულად წარმოჩინება აჭარაში და 1936 წლიდან მე უკვე გადაინაცვლა უზენაეს სასამართლოში და საკაცეცხლის სასამართლოს თავმჯდომარე იყო წლების მანძილზე. კიდევ მინდა რამდენი ქალებზე დავიწყოთ, მაგრამ წარმოვაჩინო მარიამ თალაკვაძე. მარიამ თალაკვაძე იყო პირველი ქართველი ქალი დოქტორი ფილოსოფიაში. და პირველი ქართველი პროფესორი ქალი ამ დარგში. იყო საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამ დარგში და ამიტომ გასაგრძელებლად წარმოსაჩენი. კიდევ ერთი ვლადიმერ თალაკვაძეზე მინდა მოვიდა.
ბატონი ვლადიმერი იყო ომის დროს ბელორუსიაში პარტიზანული შენერთის ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის დროს ესე იგი მათ ჩამოაყალიბა ბელორუსიაში. ეს ცნობილი ფაქტია, რომ ბელორუსიაში ძალიან ბევრი პარტიზანული რაზმები საქმიანობდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენერთი იყო ის შენერთი, რომელსაც ვალოდია ვლადიმერ ტალაკოზე ხელმძღვანელობდა და მასთან პოლიტ მუშაკად თუ შეიძლება და მის მოადგილედ პოლიტ ძაღლში საქმიანობდა მაშეროვი. პეტრე მაშეროვი, ეს ის პეტრე მაშეროვია, რომელიც შემდეგ გახდა ბელორუსიის ცეკას პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის გმირი, სოციალისტური შრომის გმირი და ცნობილი ადამიანი იყო საბჭოთა კავშირში და რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითად იმდენად დიდ პატივს სცემდა პეტრე მაშეროვი ვალოდია ვლადიმერ ტალაკოზეს, რომ პოლიტბიუროს წევრებს ყველას აღდებოდა, რომ ესე ჩამოდიოდნენ მინსკში კრაფტან და ვალოდია ტალაკოზე რომ ესე ჩადიოდა ომის შემდეგ რაღაც ღონისძიებებზე თქვათ ბელორუსიაში ის თავისი ჩაიგით ტრაფტა ხდებოდა ვალოდია ტალაკოზეს. საინტერესო დამოკიდებულება ავტორიტეტი და პატივისცემა იყო მისი საინტერესო დამოკიდებულება ამ პიროვნების თვითონ ბელორუსები იყვნენ გაგვირებულები ვინ არის ეს გრუზინი ასეთი რომ ციკას პირველი მდივანი მიდის აეროპორტში დასახვედრად და თავის აპარტამენტებში მიყავდა და ასვენებდა და ეს ვალოდია იყო ამავე დროს ვიტებსკის და მე მგონი მინსკის ქალაქების საპატიო მოქალაქე და ძალიან ბევრი ორგანიზაციის საომარი პროცესების კიდევ ესეთია ომი, რომ ესეთი მხარ სამეგობრო მასტოებს დამოკიდებულებას და აი ეს მეგობრობაც მაშეროვისა და მასწავლებელი თავგადისა ეს მეგობრობაც სწორედ ომის წიაღში წარმოშობილი მეგობრობა. კიდევ ერთი ტალაკოზე მინდა გამოვყო, ეს არის ლევი ტალაკოზე. ლევი ტალაკოზე 70-იანი წლების საქართველოში საუკუნეში იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. ის იყო ძალიან განათლებული იურისტი და მან თავისი გარკვეული ყვალი დატოვა თავის საქმიანობით ამ პოსტზე. ბევრი ტალაკოზე ყავდა ისეთი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობდნენ. მათ შორის საერთოდ დავით ტალაკოზე ერთი შემიძლია დავასახელო, რომელიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. აქ დაუშვათ პოლიციის უფროსები ყავდა, დაუშვათ ოზურგეთში, წყალტუბოში ტალაკოძეები, გერმანელ ტალაკოძეები მინდა ვახსენო, ეს კაცი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, აი ჯერ დაურის პერიოდში, იყო სატრანსპორტო პოლიციის უფროსი, მინისტრის მოადგილე შინაგან საქმეთა და ბევრი სხვა ადამიანები საქმიანობდნენ ამ სფეროში. აი მე მინდოდა როგორც ამისთვის რეზონანსი შემეძინა ხშირად თანამდებობაზე მყოფი ადამიანის ღვაწლი არ არის სათანადოდ შეფასებული და მე ვიტყოდი რომ თვითონ თანამდებობაზე მოხვედრაც კი მაშინ იმ ღირსებაზე, იმ ავტორიტეტზე, იმ პროფესიონალიზმზე მეტყველებდა, რომელსაც ეს ატარებდა. ანუ შემთხვევითი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ და თუ ხვდებოდნენ ვერ ძლებდნენ ამ თანამდებობაზე. და აქ ჩამოთვლილი თანამდებობის პირები, რომელიც ტალაკოძეების გვარიდან იყვნენ გამოსულები, სწორედად მის პიროვნულ ღირსებაზე, მის პროფესიულ ესეთი მომზადებაზე და პიროვნულ ავტორიტეტზე იდგა ის ნდობა, რომ ისინი უძღვებოდნენ ამ მიმართულებას და სხვადასხვა დარგში ესეთი პირველი რობის ფუნქციას ასრულებდნენ, როგორც აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და ასე შემდეგ და და სასურველი და სასიამოვნოა, როცა გვარიშვილები არიან აი ასეთ საფასუხისმგებლო თანამდებობაზე წასულები. კიდე მინდა ერთი ღირსეული ტალაკოზე წარმოვაჩინო. ეს არის გივი ტალაკოზე. გივი ტალაკოზე არის ფიზიკა მათემატიკის მეცნიერება დოქტორი, პროფესორი, რამოდენიმე აკადემიის წევრი და ამავე დროს პოლიტიკოსი. ყოფილი პოლიტიკოსი თუ შეიძლება ასე ითქვას. ბატონი გივი იყო უზენაესის საბჭოს წევრი, უზენაესის საბჭოს წევრი და მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და მიამაღება, რომ აი ამ ხელმოწერებში ალბათ გამოჩნდება ეკრანზე, შვაში არის ტალაკოძის გვარი მინისტრი და სამაყო რომ ორასკაჩი დაახლოებით ერთ-ერთი ჩვენი გვარიც არის წარმოდგენილი. და ბოლოს რომ ძალიან არ გამიგრძელდეს
მინდა აუცილებლად აღნიშნო თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, ნიჭიერი და ღირსეული ახალგაზრდა კაცი არჩილ ტალაკვაძე. არჩილ ტალაკვაძე საქართველოს პარლამენტიდან. საქართველოს წინამორბედის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 2 წლის განმავლობაში შემდეგ მოადგილე იყო და მან გარკვეული კვალი დატოვა თავის საქმიანობით და არა მარტო ჩვენ ქვეყნის საქმიანობაში, ასევე თავის პარტიის საქმიანობაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და ასევე აქტიური იყო ასევე მინდა აღნიშნო მისი ძმა ავთანდილ ტალაკვაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იყო 4 წლის განმავლობაში და მე მიხარია და ამაყი ზეჭავდიო ოზურგეთში ხდება მისი გაკეთებული საქმეები და მართლაც სულ სხვა არის დღეს ოზურგეთი ვიდრე იყო თქვა 4 წლის წინ სულ სხვანაირად გამოიყურება და ეს აი ამ მერის ჩვენი ავთანდილ ტალაკვაძის დამსახურება იყო. Εν მოკლედ შეიძლება კიდე სხვებზე ახლა მაგალითად ძალიან ბევრი მყავს კულტურის სფეროში, სახელმწიფო სფეროში, ბიზნესის სფეროში დასაქმებული ტალაკვაძეები, რომელსაც წარმოჩინება შეიძლება, მაგრამ ყველა საქმე გადაცემაში ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ამ წიგნში, რომელიც მე შაშან გამოვიცი, ამ წიგნში არის ეს პირველი წიგნია, რომელიც ტალაკვაძეებს ეძღვნება და ამ წიგნში მოცემული ყველა ის ღირსეული ტალაკვაძე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, ვინც წარმოჩინებას განსაკუთრებულად იმსახურებს და ამ წიგნს ქვია შთამომავლობას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შთამომავლობისთვის გადაცემული გააფართოებს ამ წიგნს უფრო ბევრ ტალაკვაძეს წარმოაჩენს, რომელიც მე გამომრჩა შეიძლება და ვერ არის ისე წარმოდგენილი როგორც საჭიროა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები გამორჩაო ბატონო ამირანმა თქვა, მას არ გამორჩენია, მაგრამ არ ილაპარაკა არაფერი თავისი შესახებ და ბატონი ამირანი მზადება აკადემიკოსი, თავისი მიმართულების ცნობილი სპეციალისტი, აღიარებული, საერთაშორისო აღიარებული სპეციალისტი, ძალიან საინტერესო ხელმძღვანელი მუშაკი და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დამოკიდებულება, რომელსაც ის ამჟღავნებს თავისი გვარიშვილობის მოძრაობასთან მიმართულებით და ჩვენ ხშირად ხვდებით სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის საერთო კრებულებზე, საერთო შეხვედრებზე, თათბირებზე. აი ამ ბოლო პერიოდში მოგვიწია დავით აღმაშენებლის და ჩვენი უპირველესი და რაღაცა უბრწყინვალესი მეფის ხსოვნისადმი პატივის მიღება. იქ მცირე ჯგუფი ვიყავით წასული აი ამ საქმისთვის გელათში, ქუთაისში, სადაც მის საფლავს მივიახლეთ და პატივი მივაგეთ და იმ მცირე ჯგუფში ეხაც ბრძანდებოდა აკადემიკოსი ბატონი ამირან თალაკვაძე, რომელმაც ესეთი ღირსეულად წარმოაჩინა იქ როგორც თავისი საგვარეულო დამოკიდებულება და გვარის დამოკიდებულება იმ დიდი საერო საქმის მიმართ და სახელმწიფო მნიშვნელობის საქმის მიმართ, რომელიც დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული და ეს ხსოვნა მხოლოდ რიტუალური მნიშვნელობის არ არის, თუ არა განცდა იმისა, ვის ცემ პატივს, რატომ ცემ პატივს და რა ღირსებების, რა ღირებულებების გამო ცემ პატივს, მაშინ არც ქუთაისში წახვალ, არც დავით აღმაშენებლის საფლავს მიახლები და ეს ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის ძალიან ბევრისთვის და აი ბატონი ამირანი ერთ-ერთი ის გამორჩეული პიროვნებაა, რომელიც აი ამ ღირსებისა და აი ამ პატივის სადარაჯოზე დგას და თავის გვარს როგორც გვარის წინამძღოლი ღირსეულად წარმოაჩენს. გვარის კურთხევის თაობაზე ეს საინტერესო პროცესია და ამის შესახებ რა თქმა უნდა ჩვენი რომელ წელს მოხდა კურთხევა 2011 წელს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ეს ინიციატივა რომელიც ყველასათვის ცნობილია მან მოიფიქრა ეს ყველაფერი რომანა პატრიარქი და რომანა ეს მისი ინიციატივა შექმნილიყო საგვარეულო კავშირები ალბათ შეიძლება ჩვენც შეხვედრა გავით და ეს გადაცემაც კი მარტო შეგვიარიყო სწორედ მისი დამსახურება ეს ამას ყველა აღიარებს რომ შეიქმნა საგვარეულო კავშირები და ჩვენც 2011 წელს შევქმნით ჩვენი თალაკვაძეების საგვარეულო კავშირი ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე იყო ხარების ბრწყინვალე დღესასწაული 17 აპრილი, როდესაც პირველად შეიკრიბა ჩვენი გვარი სამების საკათედრო ტაძარში ჩავატარეთ კრება და ავირჩიეთ საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე, მოადგილე და პირველი შეხვედრა მოხდა. მაშინ ჩვენი გვარის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ბატონი ვახტანგ თალაკვაძე, ეს ცნობილი ადვოკატი, ასეთი კომპანია არის თალაკვაძე და კომპანია, საადვოკატო კომპანია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და
შემდეგ გაგული მიზეზების გამო, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ესე იგი გადადგა და უკვე 6 წელია ნეფრემწვანელობა საგვარეულო კავშირს. და ჩვენი გვარის დალოცვის დღე იყო 2011 წლის 6 ნოემბერი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ მელია მეორემ დალოცვა ჩვენი გვარი გაზეთებშიც არის მოყვანილი ეს ინფორმაცია ამის შესახებ და რა თქმა უნდა ეს დიდი მადლია რომ გვარის როგორც ყველა გვარისთვის ისე ჩვენი გვარისთვის რომ პატრიარქმა დალოცვა გვარი და ყველაფერი სასიკეთო უსულა და მე დარწმუნებული ვარ რომ მისი ლოცვა ჩვენ აუცილებლად მართლა ჩვენს მომავალ წარდგება მომავალში ჩვენ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე რომ აი პატრიარქმა დაიწყო რა ეს საგვარეულო მოძრაობები და აკურთხა საგვარეულო მოძრაობა როგორც ასეთი მიმართულება აქვე იყო ერთგვარი აზრი ჩადებული და ესეთი მობილიზებული საამისოდ შემდეგი რომ გვარის შემთხვევითი მოვლენა არ არის ეს უფლისმიერი ნიშანია, გადმოსული უფლისმიერი ნიშანია, რომელიც ჩვენ ვირჩევთ სახელებს, ვარქვით სახელებს ჩვენ შვილებს იმ სახელებს, რომელიც ჩვენ მოგწონს, მაგრამ გვარი უფლისმიერი არჩეულია და მოვდივართ იმ გვარში და ვიბადებით იმ გვარში, სადაც დაშვება ხდება, უფლისმიერი დაშვება ხდება და ამას უნდა ვეგულობდეთ გვარს, როგორც ესე წარმორაქმს და როგორც წოდებას თითოეული ჩვენთაგანისას უნდა ვეგულობდეთ, როგორც უფლის დაშვებას თითოეული ჩვენთაგანზე და აი ამ დაშვების ქვეშ აი ამ სანათესაო ურთიერთობაში, საგვარეულო ერთობაში გაერთიანებული ხალხი, ახალობელი ხალხი არიან და ჩვენ გაუწყებული ვიყავით ზოგი ძალკე რეგიონებში ცხოვრობ, სხვადასხვა ქალაქებში არ ვიცნობთ ერთმანეთს ხდება საგვარეულო შეხვედრები, რომელიც საგვარეულო შეხვედრებზეც გვარის წარმომადგენლობა იკრიბება ხდება, მათი გაცნობა, მათი ურთიერთობა და შეხვედრები რა თქმა უნდა ჩვენ რომ ვამბობთ რომ ერთსულოვნება რაღაცა ზოგადი კატეგორია კი არ არის, აი ესეთი ნაბიჯ მისული ურთიერთობის კულტურა, რომელიც აი ამ საგვარეულო ურთიერთობა უნდა შექმნას, უნდა გააღვიძოს და აი პატრიარქის მართლაც ბრძნული გადაწყვეტილება იყო ამ საგვარეულო მოძრაობის დაწყება, კურთხევა და სათითაოდ იმასაშობა ნიშნავს და დალოცვის დღეს თითოეული გვარისა თქვენ გაიხსენეთ ეხლა ნოემბრის თვე და დალოცვის ფაქტი და ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რამე თუ ამ დღეს გადმოდის პირველი სულიერი იერარქის მიერ დალოცული და შევედრებული უფლის წინაშე შევედრებული მადლი გადმოდის გვარზე და ეს გადმოდის არა ერთ კაცზე, ორზე და თუნდაც იმ 30-ზე და 50-ზე, რომელიც მაშინ ტაძარშია წარმოდგენილი, არამედ გადადის ყველა ამ გვარის შვილზე, მათ შორის იმაზე, რომლებიც შოუს რეგიონებში ცხოვრობენ, მაგრამ არიან ამ გვარის მატარებლები და ამ გვარის მატარებლობა თავისთავად ივსება მადლით და ურთიერთობის კულტურით და ამ ურთიერთობის კულტურის ისეთი გაღვივების, ხელშეწყობის და გარკვეულწილად კონსოლიდაციისთვის ვართ მოწოდებული ჩვენ და ჩვენი მოძრაობა, საგვარეულო მოძრაობა, რომელსაც ემსახურება აი ეს ბრწყინვალე გადაცემა, რომელიც წუთისოფლად იწოდება და თვითონ ეს სახელიც, ეს წუთისოფლის სახელი ძალიან ნიშანდობლივი სახელია, ძალიან საინტერესო სახელია. წუთი თავისთავად დროის ერთეულია, რომელიც შედგება წამისგან და წამი არის აბრევიატურა. წ წარსული, აწმყო და м მომავალი. სამი დრო ამ წამში გაერთიანებული და აი ამ წამების ერთიანობას ქმნის წუთი და ამ წუთზე დგას სოფელი ესე და ამ სოფლის შვილები ვართ თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენ გადაცემასაც ამიტომ ქვია ესეთი ფილოსოფიური გაგებისა და ფილოსოფიური სიღრმის მქონე სიტყვა წუთი სოფელი და წუთი სოფლის შვილები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და მე მინდა ბატონ ამირანს მიეცეს საშუალება რომ თავის გვარიშვილებს მიმართოს და მისთვის სასურველიც ფრაზა თუ წინადადება და აზრი გააჟღეროს. ერთი ვართან დაკავშირებით ნაჩვენები იყო აქა ჩვენი გვარის ჩვენ მოახერხეთ და გავაკეთეთ გვარის დროშა, გვარის გერბი, გვარის წმინდანი ვახსენეთ ჩვენ თამარი ყავს შეძლებდა და გვარის წიგნები გამოვეცეთ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და თავარი კიდე ის არის რომ ჩვენ გვარმა მოახერხეთ და გავიცანეთ ის ადამიანები რომელთანაც საერთოდ არ ქონდა ურთიერთობა და კავშირები არ ქონია. არა ვარ დიდი გვარი ჩვენ საერთოდ აი სტატისტიკა რამდენია გვარის ცნობილი ბატონო? 609 ალაკვაზია სულ საქართველოში. ცირე გვარი 609 ალაკვაზია. არა და კარგი ხალხი ბევრი უნდა იყოს. კარგი გვარები და ბოლოს თუ გვარს 2015 მინდა ერთი რამეზე გავამახვილო ყურადღება. ანუ მოგიდა
თქვენ იცით რომ არსებობს საგვარეულო კავშირების გამაერთიანებელი ორი ორგანიზაცია, ერთი არის ეს თქვენი დარბაზი და მეორეა გვარი და გვარიშვილები. ასეთი გაერთიანება. ამ გვარი და გვარიშვილებს უკვე 20-ზე მეტია ხელმძღვანელობს ისეული ქართველი კაცი ვაჟა ნადირაშვილი, რომელსაც ბევრი რამე საკეთებს ამ მიმართულებით გვარების გაერთიანების თვალსაზრისით და ერთი თხოვნა მაქვს რა იქნებ მოხერხდეს და არა μόνο ჩემი თხოვნა ეს, არამედ ყველა გვარის წინამძღოლი ამას ითხოვს რომ მოხდეს ამ ორი გვარის ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანება ერთად და გავძლიერდებით ერთად ვიქნებით უფრო რამდენიმე ათეული გვარი არის ერთად, მეორე რამდენიმე ათეული არის აქ გვარი და გვარიშვილებში და ამათი გაერთიანება ხო ძალიან კარგი საქმე იქნება და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო საპატრიარქოს საზოგადოებასა და ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ანდრია ჟაგმანიძეს, რომელიც ურიგებს როგორც მე ვიცი პატრიარქის დავალებით ამ საგვარეულო კავშირებს რომ როგორმე ჩაერთოს ამ საქმეში და იქნებ დაგვეხმაროს რომ როგორმე ეს ორი ორგანიზაცია გაერთიანდეს და ყოველთვის ჯობია გაერთიანება. გეთხოვს მოესია და აი ეს მინდოდა მეთქობა. დაგახაროთ ერთმა ეს სურვილი ბატონმა ამირანმა რაც სატელევიზიოდ გაამჟღავნა და გააჟღერა ამ სურვილის შესახებ ჩვენ ერთად ყოფნის პერიოდში ქუთაისში როდესაც დავაშენებული საუბარი ჩვენ ამ საკითხზე იქაც ჰქონდა საუბარი, იქაც თანხმობა მივეცით რომ დიახა ჩვენ ერთობისკენ მოწოდებული ხალხი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ და ამ ერთობას არაფერი არ აბრკოლებს ჩვენ ყოველი შეხვედრის დროს ვაცხადებთ ოფიციალურად Facebook-ზე და ყველგან სატელევიზიო გადაცემებში რომ მოვბრძანდით საგვარეულო შეხვედრა, რია კარი ყველასთვის, იქ არ არსებობს რომ ამ გვარს უშვებენ და სხვა გვარს არ უშვებენ ამ შეხვედრაზე და რაღაც ესეთი დაბრკოლება არ არის, მოდით ჩაერთეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საქმიანი თანამშრომლობისთვის ხელი გაწვდილია. უფრო მეტსაც გეტყვით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი ღირსეული გვარის წარმომადგენელი იყოს და ყველა გვარს აქვს თავისი ისტორია, თავისი ღირსება, თავისი წარმომადგენლობითი ფორმა და აი ამისი კონსოლიდაცია საჭირო და სასურველია. თუ რატომ არ მოდიან, თუ რატომ არ თანამშრომლობენ, თუ რა აბრკოლებს, აი ეს ნაკლებ ცნობილია და შეიძლება არც იყოს ეს საინტერესო. გადავდგათ ფეხი ერთმანეთისკენ და მივიდეთ ერთმანეთთან სათანამშრომლოდ. იმიტომ რომ გვარის მატარებლები ვართ ყველანი და ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული. რაღაცა ცალკე პარტიის შექმნა და ცალკე გაერთიანების შექმნა თქვენ ბრძანდით ამ გაერთიანებას რა ქვია სახელი? გვარი და გვარიშვილი. გვარი და გვარი. შენიერი სახელი ქვია. სადარინის დალოცულები. შენიერი სახელი ქვია. სადარინის დალოცულები გამოჩნდნენ, ვითანამშრომლოთ შევხვდეთ და სასიამოვნოა და სასურველია რომ ეს თანამშრომლობის ფაქტი შედგეს და თქვენ მადლობა მინდა გითხრათ რომ აი ამ სურვილის გამოთქვამთ აი ამ კუთხით ფიქრობთ და ამ საკითხს ჩვენ მეორედ უბრუნდებით და დაუბრუნდებით მანამ სანამ ეს საჭირო იქნება და ჩვენ აქვე უნდა განვაცხადოთ რომ ეს არის პატრიარქის კურთხევით, ეს არის ეკლესიის წიაღში შექმნილი მოძრაობა და თუ არ გაბრკოლებთ ეს მომენტები და თუ წინააღმდეგობას არ გიქმნით ის რომ ჩვენ პირდროს ვისახავთ, ჩვენ ეკლესიის წიაღში ვიკრიბებით და ჩვენ პატრიარქის აც გარდაცვლილი ილია მეორის ხსოვნას პატივს მივაგებთ, მოვბრძანდით ჩემო ბატონებო და აი ამ მიზეზებს როგორც იტყვიან, ყველამ თვითონ უნდა გაუვაროს და ყველამ უნდა გადადგეს ერთობისკენ ნაბიჯი და მივესალმები ამას და მე ერთ-ერთი პირველი ხელშემწყობი ვიქნები და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მე გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარესთან ბატონ ირაკლი პრეგვაძესთან რომ მქონდა ამის შესახებ საუბარი, მან თქვა მაშინათვე რომ დიდი სიამოვნებით ნეტა ითანამშრომლობდნენ, ნეტა საქმიანი ურთიერთობა იქონიო, ნეტა ესეთი განაპირებული არ იყვნენ და არ იყვნენ რაღაცა გათიშულები ან საგვარეულო მოძრაობიდან და ორივე ხელით მივესალმები და შევხვდები ორივე ხელით. ჩავერთვებით ამ საქმიანობაში, ამ შრომლობაში თუ შეიძლება. თქვენთან ერთად მეც ვიგულეთ, როგორც იტყვიან, ერთგულ დარაჯად აი ამ საქმისა და ერთგულ ხელშემწყობად. რაც შეეხება მამა ანდრიას
ჩართულობას მამა ანდრია ასრულებდა პატრიარქის კურთხევას და ასრულებს პატრიარქის კურთხევას. იქ სადაც პატრიარქის კურთხევა და იქ სადაც დედა ეკლესიის მიმართ სწორი დამოკიდებულება, იქ არის მამა ანდრია და ვცდილობთ რომ ჩვენც რაღაცა აი ამ საეკლესიო ფერხულში ვიყოთ არა რაღაცა ჯგუფური გაერთიანებები და რაღაცა ნახევრად პოლიტიზირებული გაერთიანებები, არამედ სულიერი გაერთიანებები, სულიერი თვალსაზრისით გაერთიანებები, ქრისტიანული სულისკვეთების მქონე გაერთიანებები რომლებიც სრულ თანხმობაში არიან ღმერთთან და დედა ეკლესიასთან მიმართებაში. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, თუ რაიმეს დამატება გიდათ და ვიბართო გიდათ, ბატონ ამირას მკლავაც ეძლევა საშუალება, ჩვენ გადავწყვით საეთერო დროს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ისეთ საინტერესო პიროვნებასთან მქონდა დღეს შეხვედრა ბატონ ამირანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ბევრჯერ უნდა შევხვდეთ და ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომელი საჭიროებო საკითხებიც კვანძს გახსნის მეტი ურთიერთობის, მეტი სიყვარულის, მეტი დამოკიდებულების და რაც მთავარია, მეტი ერთობისთვის. ერთობისთვის ვართ მოწოდებული. გეწეოდეთ მადლი უფლისა ჩვენისა, თქვენ უყურებდით სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს და აღნიშნული გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა აკადემიკოსი ამირან თავაკაძე.